მოგესალმებით, ვაგრძელებთ Photoshop-ის შესწავლას. ეს არის ჩვენი მეშვიდე გაკვეთილი, რომელშიც აგიხსნით ფერებთან მუშაობას. პირველ რიგში გახსენით რამე დოკუმენტი და დოკუმენტის გახსნის შემდეგ შევიდეთ ჩანართ image-ში. შემდეგ adjustment, ანუ კორექტირება და ვხედავთ კორექტირების ხელსაწყოებს. ყველა ხელსაწყოს არ ვისწავლით, რადგან ამ ეტაპზე არ იქნება ყველა საჭირო. პირველი განათება, კონტრასტი. ავირჩიეთ და ვხედავთ, რომ ამ ხელსაწყოთი შეგვიძლია დავარეგულიროთ გამოსახულების განათება, გამუქება და კონტრასტის სიმძლავრე, ან მოვუმატოთ, ან მოვაკლებთ. თუ მოგწონს ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილება, დავაჭერთ ღილაკ OK-ს. თუ არა, შესაბამისად დავაჭერთ ღილაკ Cancel-ს. ნახოთ შემდეგი ხელსაწყო. ფერთა ბალანსი. აი ამ ხელსაწყოთი შეგვიძლია დავარეგულიროთ გამოსახულების ფერთა ბალანსი. გავაკეთოთ ისეთნაირად, რომ ჭარბობდეს წითელი ფერი გამოსახულებაში, ცისფერი ფერი და ხედავთ ქვემოთ კიდე გვაქვს ორი ხელსაწყო. მწვანე, იისფერი და ლურჯი ყვითელი. თუ მოგწონთ თქვენ მიერ შეტანილი ცვლილება, დააჭერთ OK-ს, თუ არა დააჭერთ Cancel-ს. შემდეგი ფოტო ფილტრი. ავირჩიოთ ფოტო ფილტრი. შეგვიძლია მწვანე ფერი ავირჩიოთ, სიმძლავრე მოვუმატოთ და ხედავთ, რომ აი ესეთნაირად მწვანე ფილტრი გატარდა გამოსახულება და ერთიანად დაკრავს მწვანე ფერი. თუ მოგწონს ვაჭერთ OK-ს, არ მოგწონს ვაჭერთ Cancel-ს. ნუ, ჩამონათვალს ხედავთ და შეგიძლიათ ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან მოსინჯოთ თქვენ თვითონ. შემდეგი invert გამოსახულების ინვერტირიზაცია, ანუ თეთრი გახდება შავი, შავი გახდება თეთრი და ასე შემდეგ. დავაბრუნოთ მოქმედება უკან. შემდეგი ჩანართი Selective Color. ესეც არის ფერთა ბალანსი, ოღონდ რომელიმე ამორჩეულ ფერთან. აი გვაქვს წითელი ფერი ამორჩეული, შეგვიძლია დავარეგულიროთ მხოლოდ წითელი ფერის სიმძლავრე ნათება გამოსახულებაში და ასე შემდეგ. შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა რომელიმე ფერი სამუშაოდ, ან შეგვიძლია ავირჩიოთ ნეიტრალური. ამ შემთხვევაში უკვე მოხდება ყველა ფერთან ერთდროულად მუშაობა. და გვაქვს ასევე ხელსაწყო ვარიანტები, ანუ აქ არის მოყვანილი ყველა ვარიანტი, თითქმის ყველა ვარიანტი, რაც გვაქვს კორექტირების ჩამონათვალში. გაყვითლება, გამწვანება, წითელი ფერის ჭარბობა, ცისფერის და ასე შემდეგ და ასევე გვაქვს გაღიავება, გამუქება. ხედავთ ორიგინალს და ხედავთ მიღებულ შედეგს. ანუ აი ესეთი იქნება გამოსახულება, თუ დავაჭერთ ახლა ღილაკ OK-ს. ან შეგვიძლია შევიტანოთ რამე ცვლილება. აი ეს, გავაღიავოთ. და უკვე ამის შემდეგ დავაჭეროთ ღილაკ OK-ს და ხედავთ მიღებულ შედეგს. ეს იყო ფერებთან მუშაობის ხელსაწყოები, ნუ რა თქმა უნდა, ძირითადი ხელსაწყოები, ყველა ხელსაწყო არ ამიხსნია. გადახედეთ, ივარჯიშეთ და მომდევნო გაკვეთილებში უკვე პრაქტიკულად ვისწავლით აი ამ ხელსაწყოებთან მუშაობას. ამით გაკვეთილს ვასრულებთ, გელოდებით მომდევნო გაკვეთილებში.